2009 წლის 28 აგვისტოს მარკ სეილერი მიდიოდა 190 კმ/სთ ახალი ნაყიდი მანქანით ტოიოტას ცენტრიდან. მანქანაში მასთან ერთად იყო მისი ცოლი, შვილი და სიძე. ამ სიჩქარით მიმოვალ მანქანაში მჯდომარე სიძემ გადაწყვიტა პარალელურად დაერეკა 911-ში და უნდა გაგაფრთხილოთ, რასაც ახლა მოისმენთ უბრალოდ საშინელებაა. 911 emergency, what are you reporting? An accelerator stuck. I'm sorry? Accelerator stuck. We're going to 120 Mission Gorge. მარკი ცდილობდა დამოხრუჭებას, მაგრამ მანქანა არ ნელდებოდა. We're in trouble. There's no brake. In freeway half mile. ავტომაგისტრალი რჩებოდა და ისინი გზაჯვარედინს უახლოვდებოდნენ. We're approaching the intersection. Okay. We're approaching the intersection. Hold on. Pray. Okay. Oh, shoot. Oh. Okay. Hello? სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე დარტყმიდან თავის ასაცილებლად მარკ სეილერმა მანქანა ხევში გადაჭეხა. 4-ვე მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. 911-ის ჩანაწერი ზარი ვირუსულად გავრცელდა და ყველამ, განსაკუთრებით ნათესავებმა, ბრალი ტოიოტას დასდეს. The 911 call lasted just 17 seconds. We're going north 125. Our accelerator's stuck. ტოიოტას ბრენდის რეპუტაცია აგებულია მის მაღალ ხარისხზე. დრო საშინელად დაემთხვა. ეს ბოლო რამოდენიმე წელი ხარისხის პრობლემების მხრივ. ამ ინციდენტიდან 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 90 ადამიანი დაიღუპა ტოიოტას ავტომობილებში. იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად გამოიძია კრიმინალური საქმე ტოიოტას კომპანიასთან. ფართოდ გავრცელებული უეცრად აჩქარების შემთხვევები, რამაც გამოიწვია პანიკა ტოიოტას მფლობელებისთვის 2009-2010 წლებში. იმის შემდეგ, რაც ყველა მრალი ტოიოტას დასდო, კომპანიას მოუწია 10 მილიონი მანქანის გაუქმება. მათ გადაუხადეს 1,2 მილიარდი დოლარი მთავრობას და სხვა 1,1 მილიარდი დოლარი დახარჯეს კლასობრივ სარჩელზე. მაგრამ რა მოხდა ზუსტად მარკ სეილერის ავარიაში? და ნუ თუ ეს მართლა ტოიოტას ბრალი იყო. თავდაპირველად ავარიის მიზეზი იატაკის ხალიჩები დასახელდა და კაი მიზეზით. ავარიიდან რამოდენიმე თვეში კიდევ ერთი საჩივარი შევიდა და დაადგინეს, რომ მსგავსი მანქანა, რომელსაც მარკი ატარებდა, იატაკის ხალიჩის არამკაფიო დამონტაჟებამ უეცარი აჩქარება გამოიწვია. ამის გამო ტოიოტას მოუწია კიდევ შეეცვალათ მანქანაში მდებარე ეს აქსესუარი, რასაც პრობლემას სამუდამოდ უნდა გაექრო. მაგრამ თლად ასეც არ მოხდა. იატაკის ხალიჩები პრობლემის მცირე ნაწილი აღმოჩნდა. მალკომ გლადვილი, პოპულარულმა და საკმაოდ პატივსაცემმა ჟურნალისტმა გააკეთა მთლიანი პოდკასტი მარკ სეილერის ავარიაზე, სადაც საკმაოდ კარგი არგუმენტები მოჰყავს. But if your car is suddenly and mysteriously accelerating, all you have to do is step on the brakes. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც მანქანა ბოლომდე ააჩქარა და აჩქარების მომენტში დაადგა მოხრუჭს და მანქანა შენელდა. თუ გლადვილი მართალია და მოხრუჭი მატორს ყოველთვის ჯობნის, მაშინ მარკ სეილერი რატომ ვერ გაჩერდა? ვიცი აბსურდად მოგეჩვენებათ, მაგრამ ყველაზე ლოგიკური ახსნა ისაა, რომ მარკ სეილერს ფეხი მოხრუჭზე საერთოდ არ დაუდგავს. როდესაც ვატარებთ ჩვენ საკუთარ მანქანას დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვეჩვევით პედლებს იმ კონკრეტულ მოძრაობაში. ზოგი ამას კუნთის მეხსიერებასაც ეძახის. მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი გონება ავტოპილოტზე გადადის. მეტწილად უეცარი აჩქარების შემთხვევები ხდება მაშინ, როცა მძღოლი უცხო მანქანაში ჯდება, როგორც მარკ სეილერი ატარებდა ტოიოტას. ისინი სათანადოდ ვერ ირგებენ მანქანას და ხანდახან უნებურად ადგავენ გაზის პედალს მოხრუჭის პედლის მაგივრად. და ამასთან დაკავშირებით 2011 წელს კვლევაც ჩატარდა. მათ ანალიზი ჩაატარეს შავი ყუთის მეშვეობით. მოწყობილობა, რომელიც ინახავს პედლების აქტიურობას ავარიამდე, ავარიის დროს და ავარიის შემდეგ. რაც მათ დაადგინეს ის არის, რომ მოხრუჭის პედალი ავარიის დროს საერთოდ არ არის გამოყენებული. ეს მძღოლები თვითუნებურად აწვებოდნენ გაზის პედალს მოხრუჭის პედლის მაგივრად. ახლა ვიცით რაც შეემთხვა მარკ სეილერს, ხო? საქმე დახურულია. თლად დასეც არ არის. რამოდენიმე თვის შემდეგ მარკ სეილერის ავარიიდან რაღაც დეტალები გამოაშკარავდა. სადაც წერე, რომ მარკ სეილერი ნამდვილად ადგავდა მოხრუჭს და რაღაც სხვა იყო მიზეზი. როგორც ჩანს, მალკომ გლადვილს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა ამ თემის ირგვლივ. დამხმარე მოხრუჭები. მსგავსი სამოხრუჭე სისტემა იმიტომაა შექმნილი, რომ ძალა გამოაცალონ ძრაოს, მაგრამ მათ აქვთ ფატალური ხარვეზი ყველაზე მნიშვნელოვან სიტუაციაში. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია Consumer Reports-მა ექსპერიმენტი ჩაატარა. მათ მანქანაში დაამონტაჟეს დამხმარე მოხრუჭების სისტემა და იგივე ტესტი ჩაატარეს, რაც გლადვილმა ჩაატარა. მათ გაზის და მოხრუჭის პედალს ერთი და იგივე დროს დაადგეს.
მაგრამ შეცვალეს ერთადერთი რამ. მოდი ვნახოთ რა მოხდება ფეხს თუ ავიღებთ მუხრუჭიდან ამ კონკრეტულ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ გაზის პედალს ბოლომდე ვადგავთ, 60 მილი საათში ფეხი მუხრუჭზე მაქვს, მანქანა ნელდება. ახლა ფეხს ავიღებ მუხრუჭიდან მხოლოდ ერთხელ და ისევ დავადგავ, მე მუხრუჭის ძალა დავკარგე. მე ამ მანქანას ვეღარ ვანელებ, მთელი ძალით ვაწვევი მუხრუჭს და მაინც 40-ით მივდივარ. ფეხს ავიღებ ისევ მუხრუჭიდან და დავადგავ, ახლა 60-ით. მანქანას ვერანაირად ვეღარ ვანელებ. 80 მილი საათში. მე უძლური ვარ ამ მანქანის გაჩერებაში. მიზეზი ის არ იყო, რომ მარკ სელერი მუხრუჭს არ ადგავდა. ის და მისი ოჯახი იყო მსხვერპლი არამკაფიო იატაკის ხალიჩის და დამხმარე მუხრუჭების სისტემის. რეალურ სიტუაციაში ხალხი მუხრუჭიდან ფეხს იღებს იმის გამო, რომ მანქანის სიჩქარე გაზარდონ, ან თუნდაც იატაკის ხალიჩა გაასწორონ. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ ფეხს აიღებ მუხრუჭიდან ერთხელ მაინც და ისევ დაადგავ, შენ მუხრუჭის ძალას კარგავ და ფაქტიურად შეუძლებელი ხდება მანქანის გაჩერება.